ბენზინი მითავდება, საბურავი დაშვებულია, ზეთი გამოსაცვლელია. რა ხდება? ნიკა კურტკა რჩება. მანქანაში ვლაგდებით. საბერძნეთში ნაყიდ ჩანთაზე ყური მომიწყდა. თან მზეა და თან ცივა. არა ჩვეულებრივი ამინდია. ზეთის გამოსაცვლელად უნდა წავიყვანო მე მანქანა. ვაუ, რა ლამაზია. ჩამოცხა. მე ავიღე ბავარიულ პურში და ამანაიღო ჩვეულებრივი პურში. ცოცხალი და აქტიური ქალაქია. ყველგან არის წაბლის სუნი. უნდა გავსინჯო. ვაიმე, რა კარგია. გამერჩია რა ერთი ცალი. და გავსინჯო როგორი არის გემოზე? რა გამერია. დღეს ვართ უფრო უგეგმოთ. იტალიისკენ უნდა დავიზრათ წესით რომ მე დოლომიტებში ავიდეთ. კომენტარებში წერება რატო დაბოდიალობთ მანქანით ყველა ქვეყანაშიო და ჩვენი მიზანია წავიდეთ დოლომიტებში, გადავიდეთ იქიდან შვეიცარიაში. უკვე გვაგვიანდება და ვჩქარობთ. რამდენი პენსიონერი მოგზაურობს. ხო შეიძლება რომ ქართველი პენსიონერები ოდესმე მაგ დღეში იყვნენ რომ იმოგზაურონ და მეტი სადარდებელი არ ჰქონდეთ. გზებით ძალიან მოკისრებული აქვს, ასევე ველობილიკები. ვარ საფრთხეში ხარ არც არაფერი ჩვენთან კიდე ყველგან, სადაც არ უნდა გაიარო, ჩამწკრივებული არიან მანქანები ველობილიკზე და ვერ გაივლი, ან ვიღაც აქედან დაგარწყავს, ან ვიღაც იქიდან დაგარწყავს. აქ რაღაცა მოხდა. ქვიშა დააყარეს მანქანასთან რაღაცას. ნიკა მან აღედავი, თმა შეიძლება. ეის ვენტურას რო აქვს ერთ ფილმში. შენ აირია უეჭველი სპეციალურად დაილაგე. შეგასხა ბევრი სპრეი? თუ რატო გაგთაყენები? ხვნილი დამასხა. თქვა კმაყოფილი არ ვარ. არა, ცუდი არის, უბრალოდ რაღაცნაირად გიყენია რა. ანუ ეს გამხმარი გაქვს. არ უმშავებ. წვერი კარგად გაგრაგინა. მოკლედ დასაყენებელია თმა. ჯერ ჩავასხით ზეთი, ვერ ცალკე გამოსვა. ბურბანი მაქვს დასაბერი და გავრჩი ისე. გამოდივარ სხვა ადგილას, სადაც მოიტანდნენ ფილტრს, აქ არ ჰქონდათ ფილტრის. ზეთის ფილტრი და ამიტომ ვერ გამომიშლიან. ფეხსაცმელი ვიყიდე მე ღირსა. კურტკის გარეშე ვარ, გაძლების იმედად ვარ. ზეთის გარეშე, ზეთის ფილტრის გარეშე.